ემიგრანტი ნიკუშა, ყარაჩოღელი სამოსიანი ლაზარე, ჩოხოსანი გიორგი, ჭრელწინდებიანი მარიამი და უფლისწული დაჩი ის პერსონაჟებია, რომელიც ახალგაზრდა მწერალმა გვანცა ჯობავამ ზღაპარში 5 ბავშვი, 5 თბილისი გააცოცხლა. წიგნი დებიუტია როგორც მწერლის, ასევე მისი მხატვრულად განფორმებლის სალომე ხოტივარისთვის. ზღაპარის შემეცნებითი ხასიათისა და აღწერილია რეალური ამბები საქართველოს ისტორიიდან. გვანცამ შექმნა ზღაპრის გმირები, რომლებიც რეალურ მომენტში რომელიც არსებობდა საქართველოს ისტორიაში, მოქმედებენ. უბრალოდ გამოიგონა პერსონაჟები, დანარჩენი და დააკავშირა ძალიან ლამაზი გადასვლებით ერთმანეთთან და დანარჩენი უკვე თვითონ წიგნი ლაპარაკობს თავის თავზე. ვწერ ბავშვობიდან, დაახლოებით 7-8 წლის ასაკიდან, რომელიც თავიდან ჯერ მხოლოდ ლექსებს ვწერდი. შემდეგ უკვე ისე მოხდა, რომ დავიწყო მუშაობა საბავშვო წიგნების გამომცემლობაში და ესე ამან შემიწყო ხელი, რომ რაღაცნაირად მივეპარე საბავშვო მწერლობასაც. თუმცა გვანცა ფიქრობს, რომ ლექსების წერა გაცილებით უფრო სასიამოვნოა და ამ მხრივ მრავალწლიანი გამოცდილებაც აქვს. გამორჩილად უყვარს ლადო ასათიანი და გვითხრა, რომ მისმა პოეზიამ განსაკუთრებული გავლენა იქონია მის ცნობიერებაზე. მას რა აზრი აქვს აწმყოს, რომელიც ერთ წამში უკვე წარსულად გადაიქცევა. სჯობს ხელებს ისევ ჩავყოფ წყალში, იქ შევინახავ, სანამ წყალიც არ დაბინძურდება. სანამ ვიწამებდე, რომ თოჯინებად იქცნენ ადამიანები. სანამ უფსკრულის თავზე თოქს გავაბამდე, რომელსაც ალბათ ხან ვირბენ, ხან გადავყირავდები. მექნება ემოცია, შიშის მაგვარი. ემოცია სინანული, შიშის ნადავლი, მექნება მწუხარებაც, რომელთან ნაზავი, თავის მოძულება, შედეგი გადაღლის, გავხდები მათხოვარი, ლუკმის, ხურდის, ძონძების, სითბოს, სიყვარულის მეგობრობის, შთაგონების დავრჩები მიწაზე და დავიწყებ თავიდან. მას არ არსებობს აწმყო, რადგან ის ერთ წამში წარსულად გადაიქცევა. ამავდროულად არის არაერთი საბავშვო ლიტერატურული ნაწარმოების თარგმანის ავტორი. აღმოაჩინე იდუმალი მსოფლიო, ეს არის ჩემი პირველი ნათარგმნი წიგნი, რომელიც გამოიცა. ეს წიგნი არის ამერიკელი მოგზაურის რობერტ რიპლის დღიურები, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში მოგზაურობდა, მთელს მსოფლიოში მოგზაურობდა და ძალიან საინტერესო იყო ეს წიგნი ჩვენთვის იმ მხრივაც, რომ აღმოვაჩინეთ, რომ იგი საქართველოშიც ყოფილა ნამყოფი და ერთ-ერთ თავში, რომელიც არის რუსეთის სათაურის ქვეშ გაერთიანებული, ნახსენებია აი ჯულფა ტიფლისი. მაშინ ის პერიოდი იყო, როდესაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით და შესაბამისად ამიტომაც რუსეთის ქვეშ გაგვაერთიანა ჩვენს. მომავალში მინდა რომ გავაგრძელო საბავშვო ლიტერატურაზე მუშაობა, მაქვს რაღაც იდეები უკვე, რომელსაც ვიმუშაობდი სიამოვნებით. ვფიქრობ ბევრ რამეზე, რა იქნებოდა კარგი ჩემს ცხოვრებაში, რა იქნებოდა ცუდი, რას ვისურვებდი, მაგრამ საერთოდ საბოლოოდ მაინც იმ დასკვნამდე მივდივარ და ვფიქრობ ესე, რომ ის ყველაზე კარგი, რაც ჩემთვის არის საჭირო, მაინც მოხდება უფლის ნებით და უფლის გადაწყვეტილებით.